1979 წლის 22 იანვარი, ბეირუთი, არაფრით გამორჩეული დილა. ვიწრო ქუჩებში მზისხივების შუქსემტვრის ნაწილაკები ქაოსურად ირევა. ვიღაც პურს ყიდულობს, ვიღაც სამსახურისკენ მიიჩქარის, ვიღაც მეზობელს ესალმება. სახლიდან მაღალი, ათლეტური, ჰოლივუდური გარეგნობის მამაკაცი გამოდის, ფრთხილი მზერით, დაცვის თანხლებით. უკან კიდევ ერთი მანქანა მიჰყვება, შეიარაღებული ადამიანებით სავსე. სახლში ლამაზი ორსული ცოლი დატოვა. რამდენიმე თვეც და შვილი უნდა შეეძინოთ. ჯერ არ იცის, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი დღე მისი სიცოცხლის ბოლო აკორდია. ავტომობილი ქუჩის კუთხემდე აღწევს და უცებ ირგვლივ კვამლი, ნამსხვრევები, ბევრი სისხლი და ცხედრები. მოსადმა შურისძიების მორიგი მისია შეასრულა. მოკლა კაცი, რომელსაც 7 წელი დასტევდნენ. მიუნხენის ტერაქტის მთავარი არქიტექტორი, პალესტინელი წითელი პრინცი, ალი ჰასან სალამი. გამარჯობა, მე ხატია ვარ და გიყვებით მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ამბავზე, რომელიც იმაზე უფრო დამაინტრიგებელი და მძაფრია, ვიდრე ნებისმიერი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი. მაშასე, ვინ იყო ალი ჰასან სალამი? მოსადისთვის დაუსრულებელი საქმე 1972 წლის მიუნხენის ტერაქტის შემოქმედი, რომლის ორგანიზებითაც მოკლეს 11 ისრაელელი სპორტსმენი, მტერი, რომელიც უნდა მოეკლათ. CIA-ისთვის სასარგებლო ადამიანი ბინძურომში, ინფორმატორი, ერთადერთი რგოლი პალესტინასთან დასაკავშირებლად, პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციისთვის გმირი, პალესტინის მომავალი. იასირ არაფატის ერთგული და ბევრის აზრით მისი მემკვიდრე. ხომერიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება საზოგადოებაში, ადამიანების გონებაში სამუდამოდ რჩება და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ მითიურ ელფერს იძენს. ზუსტად ასეთი იყო ალი ჰასან სალამე, იმ განსხვავებით, რომ მის ცხოვრებას დამატებით მითიურობის მინიჭება აღარ სჭირდება და ახლა გეტყვით რატომ. წარმოგიდგენიათ მუსლიმი კაცი, ტერორისტი, ორმაგი აგენტი, ამავდროულად პლეიბოის ცხოვრების წესით, მდიდრული წვეულებებით. კაცი, რომელსაც CIA უფინანსებს ჰავაიზე თაფლობის თვეს და დასავლურ სამყაროში გზა ხსნილი აქვს მიუხედავად თავისი ტერორისტული საქმიანობისა. სწორედ აი ამ ყველაფრის კომბინაცია იყო ალი ჰასან სალამი.